დღეს მინდა ვისაუბრო ცუდი დავალების შესახებ და ასევე კარგი დავალების შესახებ. უკვე არ ვიცი 15 სერია თუ უფრო მეტი რაც დავიწყე უცხოენების სწავლა. ენების სტუდენტიც ვიყავით ახაც ვარ და ასევე ვასწავლი სხვადასხვა ენას, ხომ? და მივხვდი რომ როდესაც მე ვიტარებდი, როდესაც მე ვიხევდი გაკვეთილს, ანუ დავდიოდი, ვესწორებდი უცხოენების გაკვეთილზე, როგორც სტუდენტი და ასევე რომ ვიტარებ როგორც სენსეი, ენების სენსეი, მივხვდი რომ არსებობს ნეგატიური დავალება სამწუხაროდ და ასევე პოზიტიური დავალება. აქედან გამომდინარე, დღეს ამ ვიდეოში მინდა ვისაუბრო ამ ორი სახეობის დავალებაზე. სტუდენტის თვალსაზრისით, ასევე მასწავლებლის თვალსაზრისით. ცუდი დავალება არის ისეთი დავალება, ძირითადად მე არ მიყვარს, პირადად. როდესაც მე ვისწავლო უცხოენებს, მირჩევნია ჩემით ვისწავლო მასწავლებლების გარშემო. ესა იმიტომ რომ დავალება არ მიყვარს. ალბათ იმიტომ რომ აქამდე მქონდა ძალიან ცუდი დავალება. მაგალითად, ცუდი დავალების ერთ-ერთი ნიშანია, მაგალითად, ესეთი დავალება, რომლის მიზანია ამათი დავალების დამთავრება. მაგალითად, მე რომ დავდიოდი სკოლაში იაპონიაში, კანჯი იაპონური იეროგლიფები და იაპონური სიტყვების დასამახსოვრებლად ძალიან ბევრი ჯერ უნდა დამეწერა რებერში, ძალიან ბევრი ჯერ. მაგრამ ეს დავალებას ვწერდი არა იმიტომ რომ რაღაც ჩემი ახალი ცოდნისთვის, არამედ დავალების დამთავრება, დასრულება იყო მთავარი მიზანი. თორემ, გაკვეთილზე მასწავლებელი გაბრაზებული იქნებოდა, ან რაღაც ცუდი კრებებს დამწერდნენ და ასე შემდეგ. ამიტომ დავალების მთავარი მიზანი და მიზეზი უნდა იყოს ახალი ცოდნის მიღება. და მაშინ როდესაც მე ვწერდი ესეთი რაღაც სიტყვებს იაპონურად, ხო? პატარა ვიყავი და ამიტომ დასამახსოვრებლად სიტყვებს და იეროგლიფებს რაღაც იმდენად ავტომატურად და იმდენად კვეთცნობიერებად ვაკეთებდი ამ დავალებას, საერთოდ არ შედიოდა ჩემს ცნობიერში. ძალიან არაეფექტური იყო. და ასევე ესეთი ცუდი დავალების ნიშანია, რომელიც მაგალითად სტუდენტი იმდენად დავალებაზე იყო დამოკიდებელი, დავალების გარეშე ვერ შეისწავლე. უცხოენების სწავლა პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიური ხეირად რუტინად სწავლა და დამოკიდებულებით. იმიტომ რომ მასწავლებლის გარშე მასწავლებელი ყოველ ცხოვრების მანძილზე სულ ხომ არ იქნება. რაღაც პერიოდში უნდა დავიწყოთ ჩვენით სწავლა, ხო? გასაუმჯობესებულად უცხოენების. ამიტომ მე რომ ვასწავლედი იაპონურ ენას ძალიან დიდი ხნის იმდენ დავალებას მე ვასწავლებდი სხვადასხვა მაშინ. მე რომ წამოვედი, მე რომ ის დავამთავრე იქ იაპონურ ენის გაკვეთილი და შევიწყობდი იაპონურ ენის გაკვეთილის ჩატარება. სტუდენტებმა თვითონ არ იცოდნენ რა უნდა გააკეთონ. იმედად დავალებაზე იყო ორიენტირებული, იმედად დავალებაზე იყო დამოკიდებელი, დავალების გარეშე ვერ გააგრძელებდნენ სწავლას. ეს იყო ძალიან ცუდი. აქამდე ცუდ დავალების ნიშნებზე ვისაუბრებოდი, მაგრამ მაშინ რა არის კარგი დავალება, საშინაო დავალება, ხო? ჩემი აზრით ესეთი დავალება კარგია, რომელიც მეშვეობით სტუდენტები თვითონ დაიწყებენ სწავლას დამოუკიდებლად, ავტონომიურად, ხო? როგორც გითხარით, უცხოენების სწავლა იმისე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დასჭირდება ბოლომდე ასათებისებურად. ამიტომ ჩემი აზრით ესეთი დავალება კარგი იქნება თუ იმ დავალების მეშვეობით სტუდენტები თვითონ პოულობენ თავის სასწავლო მიდგომას, მეთოდებს და мотивაციას.
მე რომ ვიყავი მე როგორც გითხარით მე არ მიყვარს დაბარება მაგრამ უნივერსიტეტში დავიდე ერთ-ერთი დაბარება რაც ახლაც ძალიან რომელიცაც ახლაც ვარ მადლობელი ეს არის ახალი ამბების ეს იყო ინგლისური ენის გაკვეთილი სხვადასხვა და ახალი ამბების წაკითხვა და შეჟამება შინაარსის შეჟამება ინგლისურად ჩემი თავისი სიტყვებით ასევე იმ ახალი ამბების თემაზე ჩემი საკუთარი თავის კომენტარის წერა ძალიან მადლობელი ვარ იმიტომ რომ ახალი ამბების და რაღაცა ხანდახან ნეგატიური ახალი ამბები პოზიტიური ახალი ამბები და რაღაც უცნაური ახალი ამბებიც არის მაგრამ ახლა ჩემი ერთ-ერთი რუტინა არის ახალი ამბების საკითხვა არა მარტო პოლიტიკაზე არა მარტო ეკონომიკაზე საზოგადოებრივი რაღაც ახალი ამბები კულტურული ახალი ამბები არ ვიცი რაც არის ვიკითხულობ არა მარტო იაპონურად ინგლისურად ქართულად სხვადასხვა ენებზე ვისწავლობ ვიკითხულობ ამიტომ ეს ახალი ამბების საკითხვა ფაქტობრივად ერთი მხრივ არის ჩემი ენების გამოჯობესების მიდროგომა და მეორე მხრივ არის ახალი ცოდნის მიღების ასე ვთქვათ რა ქვია მოტივი ამიტომ მადლობელი ვარ და ახალი ამბების გამოყენებით ახალ სხვადასხვა ენას ვარჯიშობ უცხოენების დონეების გასაუმჯობესებლად და ეს ჩემი აზრით პოზიტიური დაბარება. აქამდე გითხარით აი გაგიზიარეთ ჩემი ასე ვთქვათ კომენტარები ციდი დაბარების შესახებ და ასევე კარგი დაბარების შესახებ. რა თქმა უნდა დაბარებაზე როგორი მოსაზრება აზრი იდეა ჩემი აზრით ყველა სახს სხვადასხვა დამოკიდებულება ჩემი აზრით მე პირადად არ მიყვარს მაგრამ თუ კარგი დაბარება რომელიც გამოყენებთ რომელიც მეშვეობით საპროგრამოში თუ ამოყარებს ცხოვრებას ასე ვთქვათ თუ რომელიც მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ახალი ცოდნა გამოცდილება დამოუკიდებლად ავტომატურად მაშინ ჩემი აზრით ძალიან კარგია და მე ზედად არ როდესაც მე ვასწავლე იაპონურ ენას ვიცი რომ არ მივიცე ძალიან ბევრი დაბარება იმიტომ რომ ენების სწავლად ვიტომ თავისი სიშვარით თავისი мотивაციით თავისი მიდგომით უნდა შეისწავლო მაგრამ ახალი ამბების საკითხვა მაინც კარგია რა და ეს არის ჩემი ასე ვთქვათ მოსაზრება დღეს ხო ვისაუბრე დაბარების შესახებ და თუ რაიმე თქვენს გაქვთ თქვენი მოსაზრება კომენტარები გამიხარდება თქვენი კომენტარების საკითხვა და მომწერეთ კომენტარებში აბახე მადლობა ნემუтай